მოგესალმებით მეგობრებო, მე ლევან ქერბიკოშვილი ვარ, ეს კი კრივის სამყაროს მორიგი ეპიზოდია. ჩვენ ვიწყებთ ძალიან საინტერესო მოგზაურობას, მე ახლა ვიმყოფებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ველოდები უკვე ჩვენს ჩასხდომას და მივგზავრებით ევროპისკენ. საფრანგეთი ყავს მიზანში ამოღებული, მე ვიქნები ქართველი პროფესიონალი მოკრივის გურამ კაჯილაშვილის სეკუნდანტი საფრანგეთში გასამართ ბრძოლაში. გურამ კაჯილაშვილი საკმაოდ გამოცდილი მოკრივეა, თუმცა წლების განმავლობაში მას ჰქონდა პაუზა, მაგრამ 2025 წლიდან გურამი დაუბრუნდა პროფესიონალური კრივისში. იყო ერთი ბრძოლა გამართა მანუდა საფრანგეთში და ახლა უკვე მეორე ბრძოლაზე დაუძახეს, ასე რომ მეორე ბრძოლაზე გაცილებით დიდი мотиваციით მოდის და მე ვეცდები ჩვენს აიამ ვიბლოგში გაჩვენოთ ჩვენი მოგზაურობის, ჩვენი ასპარეზობის ყველა დეტალი. ზუსტად ისე ყოველგვარი შელამაზების გარეშე, როგორც ეს მოხდება. ასე რომ წავიდეთ, წინგველი საკმაოდ ხანგრძლივი მგზავრობა, თბილისიდან ჩვენ მივიმართებით მიუნხენში, მიუნხენიდან პარიზში, პარიზიდან სავარაუდოდ კიდევ მანქანით მოგვიწევს გარკვეული პერიოდი მგზავრობა, თუმცა კარგი ის არის, რომ ერთი დღით ადრე ჩავდივართ და შესაბამისად არ გაგიჭირდება ადაპტაცია. ასე რომ მეგობრებო, აუცილებლად მოიწონეთ ეს ვიდეო, გააზიარეთ სოციალურ ქსელებში, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხის სახელად Boxing Georgia, ასევე Facebook-ის გვერდი კრივის სამყარო, სადაც არაერთი ძალზე საინტერესო მასალა გელით, როგორც ქართული, ასევე მსოფლიო კრივის შესახებ. ახლა კი წავიდეთ. მოგიანო მგზავრობა. ახლა ჩვენ ვართ მიუნხენში და ველოდებით შემდეგ ფრენას პარიზისკენ. საკმაოდ რთული გზა გვაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ გადაჯდომა გვიწევს, ნათელები ხანი არ არის მოდილი, მაგრამ ამის უფრო მაინც გვიწევს. ვცდილობთ რომ გავიყვანოთ და ყველასი რაც არის პარიზიდან ძალიან დიდი გზა გვიწევს უკვე საბოლოო დანიშნულების ადგილამდე, როგორც ახლა მომაწოდეს ინფორმაცია, მოგვიწევს მატარებლის მგზავრობა, რაც ერთი მხრივ საინტერესოა, თუმცა მეორე მხრივ იქაც ძალიან ბევრი გადაჯდომები და საკმაოდ რთულია. საფრანგეთში ჯერ არ მგზავრია მატარებლი, მოდია კარგი სისტემა აქვს. შვეიცარიაში, იტალიაში ამ მხრივ ყველაფერი კარგად არის ყოველთვის ხოლმე და მოდია ახლაც ასე იქნება და არ გაგიჭირდება. თუმცა გაჭირვებით მაინც გაგიჭირდება, იმიტომ რომ ფაქტობრივად მთელი დღე უნდა გავატაროთ გზაში. პარიზი და ჯანდაბა ამათ მოკლედ ჩამოვედით და მატარებლით გვიწევს როგორც ჩანს წასვლა, რაც იშვიათად არის ხოლმე, არ არის პრობლემა, უბრალოდ დაახლოებით 5 გადაჯდომა გვაქვს მატარებლის და ეხლა არის 12 საათი და ღამის 10 საათზე უნდა ვიყოთ საბოლოო დანიშნულების ადგილზე. აი საშინელი მგზავრობა გველის წინ. გადაჯდომებით თავისთავად რკინიგზის სადგურებში არ არის მარტივი. ამას დაემატა ის, რომ Wi-Fi არ მაქვს აეროპორტს გარეთ, არ ვიყავი მომზადებული ამისთვის და რაც იქნება. აი ასე მეგობრებო, მე და გურამი გავერკვიეთ ფრანგული რკინიგზის თავისებურებებში მეტნაკლებად და უკვე აი ბაქანზე ვარ და ველოდებით ახლა ჩვენს მატარებელს, როგორც გითხარით, ბევრი გადაჯდომები გვაქვს და საბოლოოდ ჩავახცეთ იმედია. ვცდილობთ განწყობა შევინარჩუნოთ, არ ფშია, არ წყურია, ცოტა დაღლილები ვართ. თუმცა როგორ ვიქნებით უკვე დანიშნულების ადგილზე, საკითხავი აი ეს არის. ნახოთ. ჩავჯექით და მივდივართ. იმედია სწორად. ბოლოს გამოჩნდება ყველაფერი. აი ეს. პირველი გადაჯდომა შამპან არდენი, ასეთ რკინიგზის ასეთ სადგურზე ვართ გაჩერებული. რა ვიცი, უკვე დავიღალე რა სიმართლე რო გითხრათ, თუმცა ჯერ სადავართ. წინ კიდე ბევრი გვიწევს გადაჯდომა, ჯერ პარიზში გვიწევს ერთ სადგურიდან მეორეზე, სანამ იქ მივალთ კიდევ 1 საათი აქ უნდა ველოდოთ. მე როგორც გითხრეს შეიძლება მეტროთიც მოგვიწევს ერთ სადგურიდან მეორემდე გადასვლა და მოკლედ
ყველაფერი წინ არის, ყველაფერი რთულდა და უი. ასე რომ მეგობრებო, მარტივი არაფერია. ვცდილობთ შევინარჩუნოთ მხნეობა. დილას ჩამოვფრინდით პარიზში 12 საათი. ეხლა არის ზუსტად 6 საათი და სად ვართ? ისევ პარიზში ვართ. რა ვაკეთეთ ამდენი ხანი? ვიკატავეთ მატარებლები. მალე მივალთ? არა, არ მივალთ. ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის. ეხლა ერთი სადგურიდან არის ისტიდან უნდა წავიდეთ სენტ-ლაზარის სადგურში. და იქიდან როცა წავა მატარებელი კიდევ 3 საათი უნდა ვიმგზავრო. აი ეს ბედნიერად წყნარა რაგზა. რა კარგია პარიზი. ოჰოჰო. დიდად არ გვინდოდა, მაგრამ ერთ სადგურიდან მეორე სადგურზე რომ უნდა გადავიდეთ, აი ამ საკითხში დაგვახმარეს, ერთი პიროვნება დაგვახვედრეს. აი ეს კაცური კაცი მიგვიძღვება და დაგვეხმარება. საკმაოდ მოშორებით არის. ფეხითაც შეგვეძლო წასვლა, მაგრამ მეტროთი წაგიყვანთო და შესაბამისად პატივში ვართ. ალბათონ ჩავჯექით როგორც იქნა საბოლოო მატარებელში და 3 საათი შეგვიძლია ახლა შვიდად ვიჯდეთ. მერე რა მოხდება ნახოთ ჯერ არ ვიცით კიდე. წავედით. ის ღამის 10 საათი ხდება და ჩამოვაღწიეთ მე მგონი. აი ესე დავხდენ და მე მგონი ცოცხლები ვართ. ნახოთ აბა მერე მოგიყვებით და აი, ჩამოვაღწიეთ საბოლოოდ პატარა ქალაქის პატარა სასტუმროში და რა შეიძლება ითქვას, გუშინ ამაზე ბევრად ადრე გამოვედი სახლიდან. მერე ვიმგზავრე ავტობუსით, მერე ვიმგზავრე მეტროთი, მერე ვიმგზავრე ტაქსით აეროპორტამდე. მერე აეროპორტიდან გადავფრინდი მიუნხენში, მიუნხენიდან გადავფრინდი პარიზში. პარიზიდან აეროპორტიდან შატლით გავემართე პარიზის აეროპორტის სადგურზე. იქიდან წავედით ერთი მატარებლით და იმის მერე 5 გადაჯდომა მქონდა. შუაში ვიყავით მეტროთიც პარიზში. მოკლედ ერთი სადგურიდან მეორე სადგურზე გადასვლისას, გადაჯდომისას და აი ასე მოვაღწიეთ. დაახლოებით 28-29 საათია. გზაში ვარ მე პირადად, მაგრამ რაც თავარია მოვედით ადგილზე ვარ. დაგვხვდა როგორც ნახეთ ჩვენი მასპინძელი, მოხუცი კაცი და საკმაოდ ისეთი კარგი მასპინძელია და დაგვახვედრა საჭმელები. რამაც ძალიან გაგვაბედნიერა და მადლობლები ვართ. დანარჩენი ვნახოთ, აი. ეხლა გურამიც უკვე მზად არის. წყალის გადავლება მოასწრო და აი ეს არის ჩვენი საჭმელი. ისე ქვშია, ნახევარი ხალხი ვარ დარჩენილი. შეუბერავთ ახლა რა. და დავისვენებთ. დანარჩენი ხვალ ნახოთ უკვე. მოკლედ მეგობრებო, მოვედით აი ასეთ ადგილას, თუმცა აქ მოვედით პირველ რიგში ლანჩისთვის, მოგვიყვანეს ჩვენმა მასპინძლებმა და მინდა გაჩვენოთ აი აქ არის ნორმანდიის ომის და გამარჯვების მუზეუმი, რაღაც მილიტარიზებული ზონა და მე როგორც დავკვირდნენ, რაღაცებს გვაჩვენებენ კიდეც და მე კიდევ ვეცდები თქვენ გაჩვენოთ.
მოკლედ მეგობრებო, როგორც გითხარით, ჩვენ ვიმყოფებით ახლა ნორმანდიის გამარჯვების მუზეუმში, აი ასე ქვია. სწორედ აი ამ მუზეუმს, სადაც არის აი ძალიან ბევრი საინტერესო მასალა გამოფენილი. უკვე კარგად გქონდა ლანჩი, მოკლედ კარგად არის ყველაფერი და ვიწყებთ ახლა აქაურობის დათვალიერებას. მოგეხსენებათ, ნორმანდიაში დიდი ბრძოლებია გადატანილი და აი აქ ექსპონენტები რაც არის, ვეცდები თქვენს გაჩვენოთ. აი დავიწყოთ აი ამ ყויה მოხვედრილი ჩაფხუტით. ჩვენ ყველაფერი კარგად მინდის, უფასოდ შემოგვიშვეს აქაც ჩვენო მასპინძლებმა და მოკლედ კარგ პატივს გვცემენ ვეცნობით ადგილობრივ სიტუაციას. ძალიან საინტერესო მუზეუმია, ძალიან მაგარი, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი და ნორმანდიის ბრძოლების და ექსპოზიციაში მივაგენი საკრივო კუთხესაც, აი კრივის ხელთათმანები, როგორც ჩანს არმიაში გერმანელებიც იყენებდნენ, ამერიკელებიც, ფრანგებიც, სპორტი, კრივი იყო ერთ-ერთი გამორჩეული ყოველთვის აი ქვემოთ ჩვენ ვხედავთ კიდევ ხელთათმანებს. აი აქ არის ტომრებიც, მსხლები ეგრეთ წოდებული და მოკლედ აი ეს ძველი კუთხე ჩვენს სფეროსაც მოკლედ მოიცავს მეორე მსოფლიო ომის დროინდელს. მართლაც საოცარი მუზეუმია. ძალიან ბევრი, ძალიან საინტერესო ინფორმაცია მივიღეთ, ვიზუალური მასალა ძალიან კარგად არის გადმოცემული და მართლაც კარგი დღე გამოგვივიდა დღეს აი ამ მუზეუმში სტუმრობით. მეგობრებო, როგორც გითხარით, მუზეუმმა დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩვენზე, თუმცა მუზეუმის გვერდით არის აი ეს რესტორანი, რომელიც არანაკლებ შთაბეჭდილებას ტოვებს. მოკლედ, აქ ჩვენ გვქონდა ლანჩი და ძალიან მაგარი იყო და სავახშმოდაც სწორედ აქ მოგვიყვანეს ჩვენო მასპინძლებმა, სხვათა შორის ძალიან კარგი მასპინძლები შეხვდნენ, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, გამოხატავენ პატივისცემას
ვცდილობენ რომ ყურადღება მოგვაქციონ მაქსიმალურად და ამ რესტორანს რაც შეეხება ძალიან გემრიელი კერძები აქვთ. შუადღესაც დავაგემოვნეთ გარკვეული ნაწილი და დანარჩენს ახლა ვაგემოვნებთ. Jauts, კარგად მიდის ყველაფერი. კარგად გილას ვართ, წყნარად გილას ვართ, კარგად ვისვენებთ, აღვიდგინეთ ფაქტიურად ძალები სრულად. Აი, გურამიც მე მგონი არ უჩივის არაფერს, ჯანზეა, უდარზეა, ხოდზეა. როგორც თუ შეიძლება ამ სიტყვების გამოყენება და მოკლედ კარგად მიდის ყველაფერი. კმაყოფილები ვართ, ახლა ვივახშმებთ, დავიძინებთ, დავისვენებთ და მოკლედ რაც გუშინ რაც მოკლედ დაგვღალეს და გვავწვავდით, დღეს ვართ სრულ განცხრომაში. აღვიდგინეთ სრულად. განწყობა მშვენიერი გვაქვს და ყველაფერი კარგად იქნება. დღეს ბრძოლის დღე გვაქვს და დილა ადრიან საუზმის შემდეგ მე გადავწყვიტე რომ გამოსულიყავი და ამ პატარა ქალაქში სახელად კატერნანი თუ სწორად გამოვთქვავ გამესეირნა სასიამოვნო ამინდია ცოტა ცივა რომ თქვა რომ წინასწარაც ვნახე ბევრი ისეთი სასწაულის სანახავი ალბათ არაფერი შემხდება თუმცა ყოველთვის საინტერესოა მაინც და განსაკუთრებით მიყვარს აი ეს პატარ-პატარა ქალაქები და გაბები და დასახლებები ევროპაში ყოველთვის ძალიან საინტერესოა ხოლმე ჩემთვის მათი ნახვა და თვალიერება ადგილობრივი სიტუაციის შეგრძნება რომელიც ყველაზე მეტად სწორედ აი ესე ფეხით გავლისას და გასეირნებისას ჩანს ხოლმე და გადავწყვიტე რომ გავიარო მეც პატარა დილით პატარა ვარჯიშივითაც მექნება მოვფხიზლდები კარგად და თან დავათვალიერებ აი ამ პატარა ქალაქს რაც შეეხება გურამა გადაწყვიტა რომ დაისვენოს დღეს მოგეხსენებათ ბრძოლის დღე აქვს და შესაბამისად ჭირდება სრული კონცენტრაცია ბრძოლაზე განწყობა აქვს იდეალური საბრძოლო სხვა ყველაფერიც რა ვიცი ნორმალურად არის და ნახოთ ჩვენ დღე როგორ გაგრძელდება და განვითარდება აი ეს კი პატარა ქალაქი კატერნანი ჩემს წინ პირველი რაც ვნახე არის აი ეს საინტერესო ნაგებობა ეს ყოფილა სამრეცხაო საერთო საჯარო მოხმარების სამრეცხაო რომელიც ადგილობრივ მესაკუთრეს უფასოდ დაუთმია ქალაქისთვის სადაც თურმე იყო პრობლემა რეცხვის და შესაბამისად მე-18 საუკუნეში აშენებული აი ეს სამრეცხაო ყოფილა ძალიან დიდი შვება კატერნალელი რეცხავი ქალბატონებისთვის, როგორც აღწერილობაში წავიკითხე სულ ახლახანს. საინტერესო ადგილია, როგორც ჩანს 2 წლის განმავლობაში აშენებდნენ აი ამ სამრეცხაოსო და ერთ-ერთი პროგრესული ყოფილა მაშინ მე-18 საუკუნის ბოლოს. როცა ეს აშენდა. საინტერესო ადგილია ნამდვილად. აი ეს კი მაღაზია სუვენირების, აქ ყველაფერი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი სიტუაციით არის გაჟღენთილი და იყიდება ძალიან ბევრი
ნიუთი, ძველი ნიუთები, ახალი სამახსოვრო, რაც არის დაკავშირებული ამ ნორმანდიის ბრძოლებთან, როგორც ჩანს, ადგილზე ტურისტები აი ამ კუთხით, აი ამ ყველაფრის სანახავად ჩამოდიან. აი მაგალითად, აი აქ ხედავთ ჭურვის ნამსხვრევს, რომელიც შეგიძლიათ 12 ევროდ შეიძინოთ და სახლში წაიღოთ. ეს კი ამ ქალაქის მთავარი ტაძარი, ეკლესია, მართლაც დიდებული და შთამბეჭდავი ნაგებობა, ძალიან საინტერესო, განთავსებული ქალაქის ცენტრში, რომელიც ფაქტიურად ზემოდან დაჰყურებს მთელ ქალაქს. ზოგადად, ევროპული ქალაქები ყოველთვის გამოირჩევიან, რომ აი ასე ქალაქის ცენტრში არის მთავარი ტაძრები და მის გარშემო არის ხოლმე მერე უკვე განლაგებული მთლიანად ქალაქები. საინტერესო ადგილია, ძველი შენობებია, მოკლედ კმაყოფილი ვარ, ბევრი საინტერესო ნახე უკვე. არაფერი დიდად გრანდიოზული, ყველაზე გრანდიოზული და დიდი შენობა სწორედ აი ეს ეკლესიაა, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, თუმცა ამის გარდა მართლაც საინტერესოა ეს პატარა ქუჩები და ძველი დასახლებები სანახავ. ეს კი პატარა პორტი, აქ არის ტბასავით შემოჭრილი არხი უბრალოდ დიდი გაჭრილი, სადაც არის აი ესეთი პატარა მცირე ზომის ნავები და კატერები, უხვად კონცენტრირებული გარშემო. როგორც ჩანს, უყვართ თევზაობაც, სეირნობაც და აქვთ კიდეც აი ესეთი პატარა საკუთარი პორტი. საინტერესო ადგილია ნამდვილად, ცივა საკმაოდ, თუმცა ხალხი გარეთ არის, აი ესე ბებოები ვარჯიშობენ, პაპაკაცები დარბიან და მიდის ცხოვრება. როგორც ჩანს, აი ამ პატარა ფრანგულ ქალაქში საკმაოდ საინტერესოა, მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად იმისა, რომ მართლაც არ არის რაღაც დიდი და განსაკუთრებული. ამ ეტაპზე ეს იყო, მივდივარ ახლა უკვე სასტუმროსკენ. რა ვიცი, მეცადე რომ მენახებინა თქვენთვის, რაც მე ვნახე. წყნარი მშვიდი ადგილია. დანარჩენი ვნახოთ დღევანდელი დღე როგორ გაგრძელდება, რაც მთავარია საღამოს ჭუბი. მაიორი ჯონ ტაკერის სახელობის ხიდი. აი ამ ხიდზეა საუბარი. და მინდა ვთქვა, რომ ეს ამერიკული დროშები ძალიან ბევრია საფრანგეთის აი ამ კუთხეში, ყველა კუთხეში ფაქტიურად ამერიკული დროშები შევხვდებით და არ არის ეს შემთხვევითი, გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ ამერიკული დესანტი იყო ნორმანდიის ბრძოლებში გადმოსული, ძალიან ბევრი ამერიკელი დაიხოცა. შესაბამისად, როგორც ჩანს, ადგილობრივები ძალიან დიდ პატივს სცემენ აი ამ კუთხით ამერიკელებს და მათი დროშები ძალიან ბევრგან არის და აი ესეც ამერიკელი მაიორის სახელობის ხიდი და როგორც აი საინფორმაციო დაფაზე ვკითხულობ, თვითონ ეს მაიორი ჯონ ტაკერი 1954 წელს სწორედ აი ამ ხიდის აშენებას ხელმძღვანელობდა, როდესაც ნაცისტური გერმანიის ჯარებმა მოახდინეს მისი განადგურება და ლიკვიდაცია. თუმცა მადლიერმა ფრანგმა ხალხმა არ დაუვიწყა ტაკერს თავისი ღვაწლი და დღეს აი ამ ხიდს ამ ქალაქში სწორედ მის სახელი ეწოდება. აი ასე მოვიდა ბრძოლების დრო. მივდივართ ახლა, ავიწონებით, ბევრი იქნება ბრძოლამდე დრო კიდევ, მაგრამ
უკვე მივყავართ და ყველაფერი კარგად არის. შვენივრად და იდეალურად. მეგობრებო, მოვედით აი ესეთ ადგილას. ეს არის იპოდრომი. აი აქ მიდის შეჯიბრი. აი აქ არის ხალხი ესწრება. და აი ამ დარბაზში შედგება ჩვენი ბრძოლა. როგორც ჩანს, ჯერ აღწონიან და მერე ვიჩხუბენ. ჩვენ ჩხუბამდე კი ერთმანეთს აი აქ ცხენები ეჯიბრებიან და ვინ გაასწრებს ჯერ ესენი არიან სანახავი მერე უკვე ჩვენ წავიდე avec le 5 qui a fini bien les tas de du noyer, tout tas de du noyer avec le 12, le chac avec le 13 également les მეგობრებო, დიდი ამბავია, მოკლედ ხალხი უყურებს დიდი სამბით, დოღი, რაღაც ეჯიბრებიან, მოკლედ და აი ესეთი გრანდიოზული ამბები გვაქვს, სანამ ჩვენი ჭუბები დაიწყება. დედაშვილს არ აიყვანს ხელში. სასწაული პირდაპირ. აწონვები იწყება აი ამ საინტერესო სასწორზე. დაჯდომილი უნდა აწონონ. საინტერესოა მეცინება. პირველად ვნახე ეგეთება, გაიხადე ეს. პირველად ვნახე ესეთი რაღაცა, რომ ტრივი დამჯდარმა უნდა ჩააბაროს წონა. ეს მხედრები იწონებიან ხოლმე სინამდვილეში აქ და ახლა გურამიც აქ აიწონა. Il faut les Vincent des Prévost qui vont monter sur le ring. Ah, le mieux c'est qu'ils assis. Sit down. Doucement. Restez pas blanc, ça va être compliqué pour faire des photos. Oui. Attendez. Attends, allez. Attends, je vais prendre la photo aussi. Allez, c'est là quoi. Damjdari bokseri აწონილი იყოს პირველად ნახე. თავარია წონა ჩავაბა. Pourquoi j'ai eu de licence? Il a affûté le scar. Ouais. Doucement. Je vais juste voir avant. Ouais. 63,5. Cargué. Attends, Jean-Marc. Attends. Jean-Marc. Merci. Je peux y aller. Regarde. Une tête de méchant, je. Bon. Bravo. Non, comme ça. Ouais. აი მეგობრებო, მოკლედ
წონა ჩავაბარეთ, სამედიცინო შემოწმებაც გავიარეთ და დრო ბევრი გვაქვს მე და გურამს და ვემზადებით რა ბრძოლისთვის, ამიტომ დრო ვიხელთე და გავესაუბრები ახლა. გურამ, პირველ რიგში მითხარი, როგორი განწყობით ხარ აი ამ ბრძოლისთვის? როგორი შემართებით ხარ და უკვე ემჩნევა, ხო, ეს რა ქვია, განწყობა და мотиваცია. როგორ ფორმაში ხარ, რა სიტყვი, მეტოქეც ვნახეთ, აიწონა, ჩავხედეთ თვალებში, რა შეგიძლია თქვა მეტოქეზე და რას უნდა, რა შეიძლება პირადად შენი თავისი. გამოხედეთ შევატკერო იმაზე მაგარ ფორმაში ვარ. თვალებში ემჩნევა. თვალებში ემჩნევა. იმედია ყველაფერი კარგად ჩავიდის და ყოველთვის მაქვს ხოლმე საკუთარი თავის იმედი და ახლაც იგივეს ეს ძვირად სულინა პარლამენტის ავარია და როდის მომიგე პროდეს მოიგი პამზოდოს და წავაწყდები შედობით შეჭვიდობით როგორ შედობით ჩამოვედი. აბარა. გურამ ერთი კითხვა მინდა დაგისვა. შენ ქონდა გამოცდილება პროფესიონალურ კრივში, მერე ქონდა პაუზა და წელს დაუბრუნდი ისევ პროფესიონალური კრივის რინგს. ხო არ გაგიჭირდა ადაპტაცია, დაბრუნება, რთული ხო არ იყო გარკვეული პაუზის მერე? საბერძნიეროდ საკმაოდ დიდი სტაჟი მოხდეს ბრძოლაში და გამოცდილება მაქვს და არ გამჭირვებია. ისეთი შეიძლება მაქვს რომ დავბრუნდი სახლში. საიდან? ნო, მოკრებებს ყოველთვის ეგ აქვს ხოლმე, რომ სადაც არ წავიდე რინგისკენ გული ყოველთვის ყველაზე კარგად მიუწევს და ძალიან კარგი და კიდე ერთი კითხვა, შენი მეორე გასვლა ევროპაში როგორ შეაფასებ აქაურ სიტუაციას, როგორ მოგწონს სიტუაცია აქ, სადაც ჩამოვედით, მართალია რთული მგზავრობა გქონდა, თუმცა მე მგონი შევძელით. აღდგენა ყველაფრის და შენთან როგორ შეაფასებ აქაურ სიტუაციას და რამდენად მაყოფილი ხარ? საკმაოდ სტუმარმასპინძელი ხალხი ყოფილა, უყვარდა. ურების ფრანგები თბილად დაგვწდნენ, კარგად დაგვწდნენ და მაყოფილი ვარ. მოკლედ მართლაც ნორმალურად კარგად მიდის ყველაფერი, კარგ სიტუაციაში ვარ და ყველა სიტყვას გამოხატავს, პატივისცემას გამოხატავს და დანარჩენი რა ვიცი, რინგზე უნდა ვნახოთ, შევხედოთ რა გამოვა. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ გასაკეთებელს გავაკეთებთ. აბა წარმატებები. გაიქარ. We go!
მეგობრებო, სრულდება ჩვენი მოგზაურობა, ვიმყოფებით უკვე პარიზში. აი ესე. რაც შეეხება ბრძოლას, სამწუხაროდ დაუმარცხდით, თუმცა ძალიან ღირსეულად, ძალიან ვაჟკაცურად იასპარეზა გურამმა. მოგეხსენებათ, გურამს ჰქონდა დიდი პაუზა და ეხლა არის სწორედ აღდგენის რეჟიმში, თავის კარიერის რესტარტის რეჟიმში. შესაბამისად, კარგი გამოცდილება იყო, მე ვფიქრობ. სხვა დანარჩენი ძალიან კარგად, დიდი პატივისცემა ჩვენს მასპინძლებს, სხვათა შორის მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგად მოგვეპყრენ, კარგი მასპინძლობა გაგვიწიეს. ნამდვილად არაფერი არ არის აი ამ კუთხით საწუწუნო არ გვაქვს პირიქით. მადლობლები ვართ, კარგი ხალხი იყო მართლაც, რომ აი თავი გეგონებოდა საქართველოში ისეთ ყურადღებას გამოხატავდნენ ყველანაირად და სხვათა შორის კიდევ ერთი რაც უნდა აღვნიშნო გურამ განსაკუთრებით ფრანგი ბებიები არიან ძალიან კომუნიკაბელურები და აქტიურად შემოდიან კომუნიკაციაში და საუკეთესო სურვილებს არ ინანებენ ჩვენი მისამართით. მოკლედ, ნორმანდიის რეგიონში ვიყავით, როგორც გითხარით, ბევრი და მართლაც საინტერესო რაღაცები ნახეთ, თვითონ ნორმანდიის მუზეუმი გაჩვენეთ, მოვხვდით დოღზე. რაც ასევე კარგი გამოცდილება იყო. და მოკლედ აი ამ კუთხით კმაყოფილები ვარ, თუნდაც ის ჩვენი ხანგრძლივი მგზავრობა მატარებლით რაც თავიდან მქონდა, ეგეც კარგი იყო, ნამდვილად, ეგეც გამოცდილება იყო, საინტერესო იყო. ყველანაირად კმაყოფილები ვართ. ეხლა კი პარიზში ვართ და აი ბობნეველი და ატენელი კაცი ფრანგულ ღვინოს უჭახუნებთ ერთმანეთს და საქართველოს ადრეგზელოს ვსვათ. ასე რომ მეგობრებო, აუცილებლად მოიწონეთ ეს ვიდეო, გააზიარეთ სოციალურ ქსელებში, გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხის სახელად Boxing Georgia, Facebook-ის გვერდი კრივი სამყარო, სადაც მე თქვენ გაჩვენებ ყველაფერს ზუსტად ისე როგორც ხდება, ყოველგვარი შელამაზების და შესწორების გარეშე. რა ხდება ქართულ კრივში? უფრო მოგეთ ქართულ კრივს, შევხვდებით.